ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მოუწოდებს მთავრობას, რომ ქვეყნიდან გააძევოს ის ჩინელი დიპლომატები, რომლებიც ჰონგ-კონგის მხარდამჭერ აქციის მონაწილეს მანჩესტერის საკონსულოში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მთავრობამ კატეგორიულად უნდა განაცხადოს, რომ ინციდენტში მონაწილე პირების ქმედება მიუღებელია. თუ ამაში კონსულები არიან დამნაშავე, ისინიც უნდა წავიდნენ. ასევე მათ უნდა გამოიძახონ ელჩი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან ბოდიში უნდა მოიხადოს. მთავრობამ ინციდენტში მონაწილეები პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით ჩვენს მიწაზე. დემონსტრანტი ბობ ჩანი ქმედით ნაბიჯებსა და ცვლილებებს მოითხოვს. ეს შემაშფოთებელია. ინციდენტი ასახავს ჩინეთის საკონსულოს თანამშრომლების დამოკიდებულებას კანონისადმი. მე მჯერა, რომ დიდი ბრიტანეთი უსაფრთხო ადგილია, სადაც არსებობს სიტყვის თავისუფლება. დაუჯერებელია და არ შეიძლება, რომ საკონსულოს თანამშრომლები დღისით ხალხს სცემდნენ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ბობ ჩანი ჩინეთის საკონსულოს ტერიტორიაზე წევს და საკონსულოს თანამშრომლები მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მომიტინგე კანონის დარღვევით აღმოჩნდა საკონსულოს ტერიტორიაზე და იგი თავისი ქმედებით რისკის ქვეშ აყენებდა ჩინეთის დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებას.